მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს. სანამ სხვა რამეს ვიტყვი, პირველ რიგში გუშინდელი დღე, გუშინდელი კიდევ ერთი ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო დღე მინდა გაგახსენოთ და ჩვენ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მივილოცო გამარჯვება და დიდი მადლობა უთხრათ. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გაუმარ ბიჭებს დიდი მადლობა. მივესალმები ყველა თქვენთაგანს. მივესალმები თქვენი საოცარი მხარის დელეგატებს საქართველოს პარლამენტში. ბატონ ანტონ ობოლაშვილს მივესალმები, ბატონ სამველ მანუკიანს მივესალმები ამ საოცარ ხალხს, რომლებიც ძალიან ერთგულად ჩვენი ქვეყნის ერთგულებით წარმართავენ თავიანთ საქმეს დღესაც და ასე გააგრძელებენ მომავალ პარლამენტშიც. მივესალმები ახალციხეს, ახალქალაქს, ბორჯომს, ნინოწმინდას, ადიგენს, ასპინძას, ვალეს, ბაკურიანს, წაღვერს, ახალდაბას, აბასთუმანს და ყველა მათ მაცხოვრებელს. ხალხს, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია და განსაკუთრებით ტრადიციების მნიშვნელობა. ძალიან კარგად იცის მშვიდობით და სიყვარულით თანაცხოვრება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს შორის. აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს, საქართველოს ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს. წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია. არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს. იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება შეურაცხყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ადვილი წარმოსადგენი იყო, რომ ალბათ არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა ქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში. ამას ებრძვიან სწორედ. ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება. საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ. უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება. ეს არის პროვოკაციები, რომელსაც მათი გათვლით არეულობა და ქაოსი უნდა მოყვეს და მეორე, ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდა დაჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტიურობებით და აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის. შემდეგ უნდა იძახონ არჩევნების შემდეგ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამით გამოიწვიონ ღერვალება. თუმცა ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმეს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება. რაც არ უნდა ტყუილები ლაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა რუსული ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. დიდი მადლობა. ახლა კი მინდა ვთხოვო ჩვენი პარტიის ქართული ოცნების თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს, პრემიერ-მინისტრობის დროს შეუძლებელი რომ შეძლოს სხვებთან ერთად, ბატონ ბიძინასთან ერთად ბოლო წლებში იმაზე, რაზეც გელაპარაკეთ, ერთ-ერთი შემოქმედი ამ ყველაფრის ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით, მეგობრებო.
თანამებრძოლებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები სამცხე ჯავახეთს, ჩვენს ღირსეულ და ძლიერ ხალხს. დიდი მადლობა მდობისთვის და ერთგულებისთვის, მეგობრებო. დღეს 12 წლის შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება. გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ ჩაგვრელი მართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად, გახსოვთ თქვენ. მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად. ხალხისთვის კი დაგეტილი იყო, რა თქმა უნდა, საზღვრები, დაგეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრულ ნიჰილიზმი და გაურკვევლობა. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში. ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შეიქმნა 200,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსნით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი განსახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია. გავხსნით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი. დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს. როგორც გადაადგილებს ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭის რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი. რაც მთავარია, ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ. და დღეს ხალხმა იცის, რომ ყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან, ომისგან. და ხალხმა იცის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, ქვეყანაში ომი არ მოხდება. Goes. და ხალხმა თქვენ იცით, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, რაც სააკაშვილმა და ნაციონალურ მოძრაობამ ჩაედინა მართლმართველობის დროს, ქვეყანაში მოხდა ომი, იყო მუდმივი ქაოსი, არეულობა, ჩაგვრა, უსამართლობა. და ყველას გახსოვთ ხალხო, რომ რუსეთის ჯარმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დატოვა 2007 წელს. მაგრამ რამდენიმე თვეში გამყიდველმა სააკაშვილმა მისმა კრიმინალურმა ბანდამ, მოღალატე ხელისუფლებამ დააბრუნა რუსეთის ჯარი საქართველოში. მათ შეგნებულად არ ააცილეს ომი ხალხს, ჩააბარეს ტერიტორიები, დაუკარნეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ომის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ხალხს კი კიდევ უფრო უარესად დაუწყეს ჩაგვრა. და დღეს ეს უბედურება, ურბასო მეგობრებო, ეს ბოროტი ძალა კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. იცით, რომ შექმნილი აქვს სატელიტი პარტიები და ახალი კოალიციები, რითაც ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას. თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან. ამ დროს შეხედეთ მათ სახეებს. ერთმანეთში არიან აღრეულები, ძველი და ახალი წევრები. ყველანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მოკავშირეები არიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისინი არიან მათი მსახურები. ესენი არიან თანამედროვე ფაშისტები, ხალხის მჩაგვროები და ქვეყნის ინტერესების გამყიდველები.
და წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ხელისუფლებაში 2 წლის წინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. გარანტირებულად აქ იქნებოდა მეორე პოლიგონი და დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად. ბომბების ცვენას თბილისის თავზე. ეს ხალხი მტრობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არ ადარდებ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი. მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები და კეთილდღეობა ადარდებთ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ესენი წამში გაყიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. შეხედეთ სააკაშვილის ამ კრიმინალური ბანდის წევრებს. გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს, მათ NGO-ებს, ამ აგენტურას. კითხვა მინდა დავსვა, ვინ დაიცავს ჩვენს ქვეყანას ომისგან და ვინ დაიცავს ხალხს? გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გაამწარა და გააუბედურა. თუ ეს ლუზერი მელია, თუ მოღალატე გახარია, რომელმაც პირველ რიგში ქვეყანას უღალატა და კრიზისულ სიტუაციაში მიატოვა და გაიქცა, გაწირა ჩვენი ქვეყანა და გუნდი. თუ ეს სექტანტი გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გახსოვთ თქვენ კარგად საოკუპაციო ხაზთან სამარცხნოდ პოზიორობდა. თუ ეს ცნობილი თაღლითი ხაზარაძე, რომელმაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, ჩვენს ხალხს აღჭობდა მაღალი პროცენტები და პირდაპირ მნიშვნელობით, მე გავიმეორებ, მოროდიორობდა სააკაშვილის დროს და რეპრესირებულ, დარეკეტებულ ბიზნესს ძარცვავდა და იფორმებდა. აქვე მინდა შეგახსენოთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ სწორედ ეს კაცი იყო ხაზარაძე, რომელმაც ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ჩვენი მთავრობა რამდენიმე წელი, 4 თუ 5 წელი ელოდა, რომ მას მოეძებდა ინვესტიციები, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ თვითონ წავიდა და უჩივდა საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოში და ითხოვდა $1.5 მილიარდ. და დღეს ეს კაცი მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ სამართლიანად წააგო სასამართლოში, დადის და ისევ ატყუებს ხალხს. მეგობრებო, მე აღარ გავაგრძელებ ამ სიის ჩამოთვლას. კიდევ ერთ დავამატებდი, რომ კიდევ ერთი თვალსაჩინო აი ამ პირდაპირ ვიტყოდი მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატა თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მეგობრებო, მე კიდევ ერთ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბოდროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში ვრჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს. ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ, ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ. 26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა. თუ ავირჩევთ ქართულ ოცნებას, გვექნება გარანტირებული მშვიდობა და გვექნება ყველა ის სიკეთე, რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ აი ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და NGO-ებს, გვექნება გარანტირებული ომი, გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა. მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია, მეგობრებო, და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს ქართული ოცნება. მერტ იყო ჩვენი ფარველი. მადლობა.
გუშინდელი დღის მოლოცვით, მილოცვით დავიწყე მეგობრებო და ალბათ ხშირად გაგიგიათ, როცა ადამიანის კარგი დახასიათება უნდა საუკეთესო ჩემპიონი კაციაო ამბობენ და სპორტში ჩემპიონს, პოლიტიკაში ჩემპიონს კახა კალაძემს ხო სცენაზე. მოგესალმებით ახალციხელებო. მივესალმები ადიგენს, მივესალმები ბორჯომს, ასპინძას, ნინოწმინდას, ახალქალაქს. მივესალმები მთელ სამცხე-ჯავახეთს და აქ მცხოვრებ ძალიან მაგარ ხალხს. მიხარია რომ დღეს ამდენი გულანთებული ადამიანი ვართ შეკრებილი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. თუმცა ამ ხარეს გამოწვევების არასდროს ეშინოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, სრული რწმენა გვაქვს იმის, რომ ერთად დგომით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. სამცხე-ჯავახეთი იმ დიდი მესხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც თანამედროვე კულტურის აკვანი დაირწა. ამ კულტურაზე დაფუძნებით სწორედ ამ ხარიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და შუა საუკუნეების ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მე დარწმუნებული ვარ, დღესაც თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე, ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისათვის. ამ ხარემ ზუსტად იცის რა ძალა აქვს საქართველოს ერთობას და მე დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდებთ იმ სანუკვარ ოცნების ასრულებასთან, რასაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. დიახ, ჩემო მეგობრებო, დღეს დგას ის დრო, რომ ჩვენ თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ყველა საფრთხე და შესაძლებლობას ზუსტად შევაფასებთ, თუ არ ავყვებით ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან წამოსულ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ დღეს არავის გვაქვს უფლება არ გავიზიაროთ ისტორიული გაკვეთილები. არავის გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს. ჩვენ უბრალოდ მომავალი თაობები არ გვაპატიებს შეცდომის დაშვებას და თუ გადავხედავთ წარსულს, ნახავთ რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული და რომელიც რა თქმა უნდა მძიმეა და როგორც გითხარით, ჩვენი მომავალი თაობები ამას არ გვაპატიებს. დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება პირველ რიგში არჩევნებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, ვისაც უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას სურვილი არის და გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული განმთლიანება, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა თითეული ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს. ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია, ერთიან ევროპულ ოჯახში. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს მშვიდობიან ევროპულ მომავალს, გაუმარჯოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გვიცხადებს ნდობას და გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანას სწორი გზით ვატაროთ. გაგიმარჯოთ, ჩემო თანამებრძოლებო, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. დიდი მადლობა, მართლა საოცარი მუხტია დღეს აქ. ჩვენ გვეწრებიან ჩვენი კოლეგები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ბატონ სუმბატკი ურეღიას მივესალმები, ამ ხარის კიდევ ერთ ძალიან ღირსეულ წარმომადგენელს. და კიდევ ერთხელ ეს მუხტი
ვაჩვენოთ ყველას ჩვენს ღირსებას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. გაუმარ? ახლა კი მინდა ვთხოვო ადამიანს, რომელიც ეხლა კულისებიდან მანიშნებდა, წინაზეც აქ ვიყავიო, ტყუილა შეგეშალაო, ტყუილა დამაბრალეო და მართლაც საოცარი კაცია, საოცარი იუმორით, მაგრამ უდიდესი ინტელექტის მქონე, თავისი სამშობლოს კიდევ ერთი პატრიოტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით საქართველოს ძირძველ კუთხეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითშეგნების, რწმენის და კულტურის ნიშანსვეტად აქცია ისტორია. თითქმის ყველაფერი, რითაც ვამაყობთ, ამ მხარესთანაა დაკავშირებული. სამშობლოსთვის თავდადებული გმირები, წმინდა ნინოს გზა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ვეფხისტყაოსანი, ჩვენი ოპიზრები, უძველესი და გამოუცნობი მეგალითური ნაგებობები, ყველაფერი, რაც სიამაყით გვავსებს, ამ კუთხესთანაა გაიგივებული. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი კიდევ ერთხელ დადგა სასიცოცხლო საფრთხის პირისპირ, სათუ არა აქ, სამცხე ჯავახეთში უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, ჩვენს ისტორიას, რომელიც როგორც ილია ამბობდა, ასაზრდოებს ჩვენს აწყოს და შობს ჩვენს მომავალს. დღეს, როდესაც პირდაპირ დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, საქართველოს ეს კუთხე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს. მეგობრებო, ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყნობოდა და კვლავაც დაეყნობა ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის სურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითქებული ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს და ის აღარც არის ერი. იდენტობა, დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია. ძალა, რომელიც ჩვენ დღეს გვებრძვის, გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა. კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვს გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედა ეკლესიის დაზიანებას და სახელის გატეხვას. იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ. ფაშისტთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღები დაუდგინონ. საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ. არდა სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომით, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას. მეგობრებო, საქართველოს მომავლის აძიებლად არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოთ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოცდო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოთ მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. კარგად ხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად,
გაქრენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი თქვათ საკუთარ ისტორიაზე. დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების მყევას. ყველა კარგად ხედავთ მათ ცალკმად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ. ჩვენ სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა კი წითელ ხალიჩაზე გაცვალონ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს. ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში ჩვენი მთავარი პირობა, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. დიდი მადლობა ამ შემართებისთვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ერთ რამეს გაგიმხელთ, რომ ჩვენი მეგობრები სულ მეჭყუბებიან, ამდენ დახასიათებას დაანებეთ. თავი პირდაპირ თქვიო, რომ სცენაზე გამოვიდეთო, მაგრამ მე მაინც ერთ-ორ წინადადებას ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ სხვანაირად მე მგონია, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანის ნდობაზეა ლაპარაკი, განსაკუთრებით როდესაც ადამიანს გუნდი მიაბარებს ხოლმე საპასუხისმგებლო საქმეს, ამ ადამიანს ქვეყანა უნდა ენდობოდეს მისი გუნდი, როგორც მის ჭკუაგონებას, მის უღალატობას, მის პატრიოტიზმს, მის მენეჯერულ უნარებს და ასე შემდეგ. და რთული ადამიანების მოძებნა ყველაფერი ეს რომ ერთ ადამიანში იყოს გაერთიანებული. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, მეგობრებო. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რეგიონის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენი გუნდის მხარდამჭერებს, მოგესალმებით ჩვენს დელეგატებს, ანტონ ობოლაშვილს და სამელ მანუკიანს, მოგესალმებით ყველას. სამცხე-ჯავახეთის იწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ისტორიის მანძილზე ამ რეგიონის შვილებს მრავალი ბრძოლა გაქვთ გადახდილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ ყოფნამ ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე, არც ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან იმ ბრძოლაში, რომელიც ღირსებისა და მშვიდობის დაცვას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის, საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდება. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რაც უკვე არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი. და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა. ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს. რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება.
მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომიდან გრევა დაბრუნდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, ვინც სვამს სწავლობის ნიშანს, ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანის კლაუბასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ ნაცმოძრაობასა და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან. ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვს დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველოს მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა. 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად საქართველოში აღიკვეთა ადამიანების ყრილობისა და წამების სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი და გათავისუფლდა მედია. ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არ გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს. მხოლოდ 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ამ 4 წელიწადში 10 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი. რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის შენებლობის ტემპი. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც ამ დარგს განსაკუთრებული განვითარება მოუტანა. 2012 წლის შემდეგ 5ჯერ გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა, 3ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესის სექტორში, 3ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა. განახევრდა უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ. 680,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა სპორტის სფეროში, რაც ამ დღეებში ქართულმა ფეხბურთელებმა, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვახსენეს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო ჩვენი ფეხბურთელების გუშინდელი გამარჯვება. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამ ყველაფერთან ერთად საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ყველა ეს მიღწევა არის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ემარიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. რომ არა ბატონი ბიძინა ემარიშვილი საქართველოს დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო ძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა იმყოფება. დემოკრატიული მართლობის დანერგვა, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ღირსების მტკიცე დაცვა, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არის პირველ რიგში სწორედ ბიძინა ემარიშვილის დამსახურება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ამისათვის. 1 ოქტომბერს ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, ქვეყნის განვითარების 4 წლიან გეგმას, რომელშიც დასახული იქნება ერთდროულად ამბიციური და განხორციელებადი ამოცანები. ჩვენი გეგმა საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატიულ სისტემას, კიდევ უფრო ძლიერ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონის თვისებრივ გაუმჯობესებას. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არ იქნება მშვიდობის გარეშე, თუ ჩვენ მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა და ჩვენ უნდა ავირჩიოთ აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მომავალი. ეს ყველაფერი არის საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის საწინდარი. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს. გაიხარეთ, მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ირაკლის. ალბათ არ არსებობს ცოტა მაინც სწორად ინფორმირებული და ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი, რომლისთვისაც ერთი განსაკუთრებული კაცი, განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანი არ იყოს ასევე განსაკუთრებული იმედი.
მე შევეცდები ძალიან მოკლედ და ბევრი აღარ გავაგრძელო. ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბატონი იძინა ივანიშვილი. მოგესალმებით, ჩემო თანამემამულენო. მოგესალმები ახალციხეს, ბორჯომს, ადიგენს, ასპინძას, ახალქალაქს და ნინოწმინდას. მოგესალმები სამხრეთ ჯავახეთში საქართველოს ამ გასაოცარ განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთადდგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს. და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად ამ ქვეყნის შვილები ჭირსათულ ხინში მუდამ ერთად დგავართ. ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი. ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა. ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაზე ფასეული და ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ. საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც. არა მარტო სამცხე ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან ქართულ ოცნებასთან ერთად დაუპირისპირდით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს. რომელიც ჯერ კიდევ ყარად იდგა ფეხზე და ტოტალური ტერორით ებრძოდა საკუთარ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა ბედავდა და ტოლერანტობით განთქმულ ქვეყანაში ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით უპირისპირებდა მოსახლეობას ერთმანეთს. არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ აქ ცხოვრებ მოსახლეობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობა ქონოდა, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაადვილებოდა, მეორე მხრივ კი მათი მშობლიური ენა დაეცვა. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. სამცხე ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალება არ ქონოდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო. ამ ყველაფრის მიუხედავად დიდი გამბედაობა გამოიჩინეთ და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის თუ უსაფრთხოების ფასად გვენდეთ და ქართულ ოცნებას დაუჭირეთ ხარი. თქვენი გამბედაობის შედეგს კი დღეს თავად იმკით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც სამცხე ჯავახეთის, ისე მთელი ქვეყნის სადგივარს მივხედეთ და ჩვენ ხალხთან ერთად ქართულმა ოცნებამ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ სამცხე ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის დასს შეუწყო ხელი. სოფლის მეურნეობის სფერო ვითარდება და თავისუფლად ახერხებთ მანამდე დაკეტილ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას. ამასთანავე მთელი რიგი შეღავათებითა და თქვენს ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით ვცდილობთ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი. აბასთუმნისა და ბორჯომის უნიკალური ბუნება არათუ აღარ ნადგურდება, არამედ განსაკუთრებულად და დაცული, რაც ერთი მხრივ ეკოლოგიის დაცვის, მეორე მხრივ კი რეგიონში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. და რაც მთავარია, თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. პატიოსანი შრომა დაფასებულია და ოჯახებში გაზრდილია კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ შვილებს განათლებაზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი და ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. უფრო კონკრეტულად, განახლებული რეგიონის ფარგლებში რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სრულად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა. მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი.
2014 წლიდან დღემდე რეგიონში სადაც არ არსებობდა სასმელი წყალი ქართულმა ოცნებამ 350 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა. ხელისუფლებამ 11500 აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომა. რეგიონის სრული გაზიფიცირება კი 2025 წელს დასრულდება. 2012-24 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამურად აშენდა 5 ერექლო სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 99 მეგავატი. გარდა ამისა, მშენებლობის ანკოლების ეტაპზეა 18 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ჯამური დადგმული სიმძლავრით 112 მეგავატი. რაც თავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისე, რომ მინიმალური ზიანიც არ მიადგეს უნიკალურ ეკოსისტემას. ჩვენი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერის სარგებლობენ ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან დაიხარჯა 300 მილიონი ლარი, რაც სრულად მოხმარდა მეწარმეთა მხარდაჭერას. შედეგად შექმნილია დამატებით 4000 სამუშაო ადგილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას. 2023 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა 9 მილიონი ვიზიტორი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და რაც არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ადგილების მოწესრიგებამ, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობამ განაპირობა. დღეს სამცხე-ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს. ერთად დგომით შევძელით და ავაშენით ქვეყანა, რომელშიც დაცული ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება. გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი კი ხელშეუხებელი. ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში. უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატების მიუხედავად ქართული ოცნების გუნდი შეჩერებას რა თქმა უნდა არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს. ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ, კარგია და აღნიშნავს იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში პირველად გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია. ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ რაც კი წლების განმავლობაში ეს შედეგი მიღწეულია წლების განმავლობაში თქვენ მიერ ქართული ოცნებისთვის გამოცხადებული დობის შედეგად. მშვიდობის მნიშვნელობაზე ვერც არაფერს ვიტყვი. ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ. რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა არის რა უბედურება ახლავს მას თან. მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ომში არაუბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს. შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით თუნდაც ომის ან საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამ ხალხის ნაწილმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველოს უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირ დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ ვიზრო პარტიულ ინტერესს, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში. საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რის წინაშეც დგავართ. მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთხელ საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვეღარასოდეს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული. ფაქტობრივად დღეს ჩართული ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციების
და ფასეულობების დასაცავად. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას სამწუხაროდ არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთეს შორის. უსამშობლო რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებს ომსა და მშვიდობას, ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახს რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის. არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონო. ამიტომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად 2024 წლის არჩევნებს და მასში ქართული ოცნების გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. როგორც წლების წინ დღესაც თქვენ წინაშე მდგომი პირობას გააძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ ქართული ოცნება მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი ერთხელ და სამუდამოდ არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ დღის წესრიგში დადგება ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი. ამას გარდა გვპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევის ძალადობრივი ცდილობები. არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები. რაზეც ვიზრდებოდი ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები. იცით მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერ აზრობს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს ქართული ოცნებისადმი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ცდილობს. როგორც ჩემ წინა გამოსვლებში თქვენ წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მე და ჩემ გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობით ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგცევს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება. საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორცაც ის იმსახურებს. მართლმადიდებელი ქრისტიანობა კონსტიტუციით გამტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი. თუმცა არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია ჩვენ ცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. ამიტომაც საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით არც ერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
თვითეული რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე. მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღსარებლობისა. და ბოლოს სამცხე ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა დიდმა ქართველმა გოსანმა დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია. ბოროტსა ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია. თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება. თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება. მაძლევს იმისთვის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს ისევ გაიმარჯვოს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება. საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდნო ჩემი საქართველო აქარი მეცახ ჩემი